ესეთი გიჟური გადაწყვეტილება მე მგონი ცხოვრებაში არ მიმიღია, არა კი მიმიღია, მაგრამ შევიგრძნო ჩიტები რას გრძნობენ. ნიკა მოკლედ თუ ვერ დავეშვი ამ გადაცემისთვის იშოვე ნორმალური წამყვანი. ნინო არის ლიცენზირებული პროფესიონალი პარაშუტისტი. ზუსტად იმ სფეროში ამოვყავი თავი, სადაც ცხოვრებაში არ წამოვიდგენა ჩემი თავი. ამ სპორტმა გადამარჩენა. ეს არის ადგილი, სადაც ნახავ ნამდვილად ბედნიერ ხალხს. ვოცნებობ ნამდვილად იმაზე, რომ ეს სფერო განვითარდეს საქართველოში, იმიტომ რომ უდიდესი პოტენციალი აქვს. დავიგე ჩემი ორსულობის შესახებ. ვალოდებოდი ტყუპებს. მითხრეს, რომ ბავშვს ჰქონდა ძალიან სერიოზული გულის პრობლემა, ერთ-ერთ ტყუპს. აქ თუ არ ჩამოსულიყავით, არც ერთი ბავშვი არ იქნებოდა ცოცხალი. არ ვიცოდი მე ეს ისტორია და უცებ დავეშვი ციდან პარაშუტებიდან და ბოდიშს გიხდი ამ საკითხზე რო კითხვებს ვსვამ. რაც შეიძლება მეტი ბედნიერი მომენტი რომ აჩქო საკუთარ თავს. იმიტომ რომ არ იცი რამდენი ხანი იცოცხლო. ეს არის ჩემი სიყვარული. უეჭველი ქართველი ნინო ჯვარიშვილი. დილა შუადღე და საღამო მშვიდობისა იმის მიხედვით თუ პლანეტის რომელი წერტილიდან გვიყურებთ, ეს არის გადაცემათა ციკლი ამერიკის შეერთებული შტატებიდან უეჭველი ქართველია. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი ალექსი მეგრელიშვილი ვარ, პროექტის კადრებზე ზრუნავს ოპერატორი ნიკა ბერძენიშვილი. არ დაგავიწყეთ რომ გამოყვეთ სოციალურ ქსელებში, გამოგვიწერეთ YouTube-ზე, სადაც შეგიძლიათ რომ ნახოთ ამ გადაცემის სრული ვერსიები. რაც შეეხება დღევანდელ სტუმარს, დღეს ყავს გადაცემაში სტუმრად რა თქმა უნდა უეჭველი ქართველი, ისევე როგორც ყველა სხვა გადაცემაში და დღეს ის არის ნინო ჯვარიშვილი. პარაშუტისტი ნინო ჯვარიშვილი იქნება დღეს გადაცემის მთავარი სტუმარი. ვიმყოფებით ესე იგი ვერტფრენების დასაჯდომ და ასაფრენ ბილიკზე, საიდანაც დღეს მივიღებ მე პირადად ერთ-ერთ ყველაზე გიჟურ გადაწყვეტილებას ალბათ ცხოვრებაში მიმიღია. შენი წყალობით და დამსახურებით, მოკლედ ავფრინდებით, რა სიმაღლეზე დაახლოებით? 13500 ფეტი. კი ბატონო და დაახლოებით 6 კილომეტრი. თავისუფალი ვარდნით გადმოვეშვებით თავით პირდაპირ დედამიწისკენ და იმედია მშვიდობით დავჯდებით ჩვენს ტკბილ დედამიწაზე. მცელებლად. კი ბატონო, მაგრამ მოდი სანამ ავფრინდებით, ჯობია რომ ჩავწეროთ ეს ინტერვიუ, იმიტომ რომ მე ამისი თავი მე პირადად მიქნება თუ არა, არ ვიცი, იმიტომ რომ შენ დაახლოებით რამდენჯერ ხარ გადმომხტარი, ესე იგი პარაშუტით? დღეს იქნება 161. 161 და ჩემთვის ეს არის პირველი და ცოტა ესეთი ემოციებში ვარ. არ ნერვიულობ, სიმართლე გითხრა, მაგრამ ესეთი და ხომრავა. ხო, კი ბატონო, ნახოთ. გაგვეცანი ახლა როგორც ამ გადაცემის სტუმარი. საიდან ხარ, სადაური ქართველი ხარ და რამდენი ხანია ამერიკაში ხარ? ნინო ჯვარიშვილი 37 წელს. არ მალავ. კი ბატონო, მე არ მიკითხავს, მაგრამ მაინც კი ბატონო. ამერიკაში 10 წელი შემისრულდება ივნისში. პირველი ხარ პრინციპში, ვინც გავიცანი პარაშუტისტი, ესე არ ვიცნობ არც საქართველოში, არც აქ და საქართველოდან დაიწყო ეს ამბავი თუ აქ. მაყურებელს ვეტყვი რომ ნინო არის ლიცენზირებული პროფესიონალი პარაშუტისტი და ნუ თვითონ თვლის რომ კიდე ბევრი აქვს ასწავლი და ნუ ალბათ ესეც არის, იმიტომ რომ აქ ჩვენ ადამიანებს ნახავთ, რომლებიც 20000 ჯერ არიან ასე თქვა გადმოფრენილები ციდან, მაგრამ ხო, აი საიდან დაიბადა ეს სურვილი, რომ გამხდარიყავი პარაშუტისტი? დაიბადა დაახლოებით ვიტყოდი ალბათ არა 7 წლის წინ სამსახურში უბრალოდ სკროლავდი, ამოვარდა სურათი. გამახსენდა რომ ყოველთვის მინდოდა რომ მეცადა, მოვწებნა ეკრევად, მესამე დღეს გადმოვხდები. ნუ პირველი თანდემი ის რასაც დღეს შენ გააკეთებ. მის შემდეგ გავაკეთე 3 დამატებით, ანუ სულ მქონდა 4 თანდემი გაკეთებული და მე უკვე მივიღე კატეგორიულად გადაწყვეტილება რომ ჩემით მინდოდა განახტარიყავი. ლიცენზია ვიღე 4 წლის წინ. და დღესდღეობით არც ისე ბევრი ნამდვილად, სხვებთან შედარებით როგორც თქვი რომ და ნახავ ახლა სხვებსაც კიდე ინსტრუქტორებს, ვისაც 1000-ობით ხტომები აქვთ. მაგის ფონზე ჩემი 160 ხტომა. არაფერია. და რამდენ ხანს სწავლობდი, ანუ რა არის იმისთვის რომ ლიცენზია მიიღო და გახდე ესე ოფიციალურად პარაშუტისტი? ხო, ნუ როცა დარეგისტრირდები, უნდა გაიარო ჯერ თეორიული კლასი.
შემდეგ იწყებ უკვე ხტომებს ინსტრუქტორებთან ერთად. არის 12 სავალდებულო ხტომა, რომელიც ასე ვთქვათ, უნდა ჩააბარო გამოცდასავით. დიახ. მის შემდეგ დამატებით სოლო ხტომები არის, კიდე რომლებიც უნდა ჩააბარო, დაჯდომები, ასე შემდეგ. ერთიანობაში 25 ხტომა არის მინიმალური. თუ ჩააბარო ყველაფერს, რომ ლიცენზია მიიღო. შენი ემიგრაციული ისტორია მოგვიყევი, რამ გადაგაწყვეტინა ემიგრაციაში წამოსვლა და არის თუ არა ამერიკა პირველი ქვეყანა, სადაც ემიგრაციაში ხარ? ამერიკა პირველი არ არის. საქართველოსთან როცა წავედი, პირველად წავედი ჩინეთში, სადაც ცხოვრობდი 2 წელი. მუშაობდი ინგლისურის მასწავლებლად. მაგრამ ჩემი საქართველოსთან წასვლა მაინც უფრო გამიზნული იყო, უფრო მინდოდა მოგზაურობა. სხვადასხვა ქვეყნების ნახვა, უფრო მეტი ინტერესი ყოველთვის უფრო მქონდა მაინც აზიის მხარეს, ვიდრე ევროპის მხარეს, რატომღაც. არ ვიცი, სიმართლე რომ გითხრა, მართლა არა, მაგრამ უფრო რაღაც იქაური კულტურა უფრო მაინტერესებდა. ძალიან მომეწონა, ძალიან კარგი იყო. პროფესიით ვინ ხარ? საქართველოში. დამამთავრე საერთაშორისო ურთიერთობები. და ინგლისური კარგად იცოდი და წახვედი ჩინეთში, ჩინელი ბავშვებისთვის ინგლისური სასწავლებლად. ბავშვებს ასწავლიდი სკოლაში? რამდენი ხანი იყავი? 2 წელი ვიყავი ჩინეთში. შემდეგ გადავწყვეტე, იმიტომ რომ შემოთავაზება მქონდა იმიდან ყატარიდან, დოჰაში. წავედი დოჰაში, მაგრამ საშინელი კლიმატის გამო და დედად არ მომეწონა იქაური ხალხი, ძალიან რასისტული დამოკიდებულება აქვთ. ხო, მაგიტომ დედად არ მომეწონა იქაურობა. შემდეგ გავიგე ჩემი ორსულობის შესახებ, ველოდებოდი ტყუპებს. და იქ მითხრეს, რომ ბავშვს ჰქონდა ძალიან სერიოზული გულის პრობლემა, ერთ-ერთ ტყუპს. ერთადერთი ვარიანტი, რაც იქ მითხრეს იყო, რომ ერთ ტყუპს უნდა გამეკეთებინა აბორტი, რომ მეორე ბავშვი არ ყოფილიყო რისკის ქვეშ. რაც ძალიან არ მინდოდა. შემდეგ აქ დავუკავშირდი ერთ-ერთ ექიმს, ქართულ გინეკოლოგს. და მან მომცა ეგ იდეა, ერთადერთი შანსი, რომ თუ მინდოდა რომ გამერისკა, უნდა ჩამოსულიყავი აქ რაც შეიძლებოდა მალე. რომ ყოფილიყავი გამუდმებული კონტროლის ქვეშ, გამოკვლევები ისინი ყველაფერი აქ უნდა გაკეთებულიყო. და ესე მოხდა, რომ ავიღე იქვე გამიმართლა, რომ მომცეს ამერიკის ვიზა ყატარში და ჩამოვედი აქ. აქაც რამოდენიმე საავადმყოფოში მომეწია სიარული, იმიტომ რომ პირველ 2 საავადმყოფოში სადაც მივედი ანალოგიური შემოთავაზეს, ანალოგიური მითხრას იქაც, რომ ერთი ნაყოფი მოიშორე. ხო, იმიტომ რომ ძალიან დიდი რისკის ქვეშ იყო მეორე ბავშვიც. ბოლო 2 თვე დაახლოებით, სანამ გავაჩენდი უკვე ვიყავი საავადმყოფოში, 24 საათიანი შეერთებული აპარატებზე რა კონტროლებდნენ ყველაფერს. ექიმები როგორც მეუბნებოდნენ, უნდა მელოცა, რომ 25 კვირამდე მისულიყვნენ ბავშვები, რომ თუ გახდებოდა საჭირო, რომ გამეჩინა 50-50-ზე ექნებოდა ჩანსი. გადარჩენის, მაგრამ მადლობა ღმერთს 35 კვირამდე მივედით. და ესე დაიბადნენ ჩემი გოგოები. სახელები? ევა და ნია. დაიბადნენ ევა და ნია. ესე იგი ერთი ბავშვი დაიბადა სრულიად ჯამრთელი და მეორე დაიბადა იმ დიაგნოზით, რაც დაუსვეს მუცლათყოფნის დროს. პირველივე ოპერაცია გაუკეთდა 2 კვირის როცა იყო. შემდეგ გაუკეთდა 3 თვის იყო. და ამ დიაგნოზით როცა იბადებიან ბავშვები, როგორც ამბობენ, არის 3 ეტაპობრივი გარანტირებული ოპერაცია, რაც ყველა ვარიანტში ყველამ უნდა გაიაროს. 2 ოპერაცია გაუკეთდა და მესამე დაახლოებით უნდა გაკეთებულიყო ესე 2 წლის ასაკში, მაგრამ 11 თვის რო იყო, ძალიან დიდი ინსულტი მიიღო. მაგიტო უკვე მაგისი გაკეთების აზრი აღარც იყო აბსოლუტურად და ვერც გადაიტანო ფიზიკურად რომც გაეკეთებინათ. როცა მიიღო ინსულტი ძალიან ძიმეთ იყო. საერთოდ მითხრეს რომ ოპერატიდან გაგვეთიშა უკვე, იმიტომ რომ შანსი არ ექნებოდა გადარჩენის. რაზეც რა თქმა უნდა უარი უთხარი. და ეს იყო 9 წლის წინ. ახლა ოქტომბერში გახდება 10 წლის. საავადმყოფოში ინტენსიურში გავატარეთ თითქმის 2 წელი, შემდეგ იყო სარეაბილიტაციოში და ბოლო 7 წელი არის როგორ თქვა nursing home-ი არის, აქ nursing home-ს ეძახიან, სადაც უკვე აგრძელებენ ცხოვრებას, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ სახლში გაყვანა გამორიცხულია, ძალიან დიდი რისკი არის, მაინც საჭიროებს
ექიმების მეთვალყურეობას. ეს ყოველთვის მთელი ცხოვრება უნდა იყოს მის სამარაობაში კი. არ ვიცოდი მე ეს ისტორია და უცებ დავეშვით სიდან პრინციპში ეს პარაშუტებიდან უცებ მოგვიწია ძიმე თემაზე საუბარი და ბორჯის გიხდი ამ საკითხზე რო კითხვებს ვამ უბრალოდ რადგან ახსენე და ესე იგი შენ მზად ხარ ამაზე სასაუბროთ ხო ევა არის სახლში იზრდება შენთან ერთად და ნიასთან გიწევთ სიარული ალბათ რა პერიოდულობით ხო სულ როგორც კი თავისუფალი ვიკენდზე ყოველთვის და ისე დავყავ როცა გვაქვს რა ყოველთვის ეგ ვარ ესე გარე თავისუფალ სივრცეში არ ყოფილა არასდროს, ხო? სულ 7 დღე მყავდა სახლში. როგორი გოგოები არიან მოგვიყევი ერთზე და მეორესაც? ევა ძალიან აქტიური, ძალიან happy child ეგრე ეძახიან ყოველთვის. ახლა რაც უფრო იზრდება, უფრო მეტად ხდება მისეთის დიაგნოზი და უფრო მეტად ჩართული არის, ასე რომ ვთქვათ. დიახ. უკვე იმას ეძახს რომ გაიზრდება უნდა რომ ექიმი გამოვიდეს რომ თვითონ მიხედოს. ნიაკო ვერ ლაპარაკობს ანუ ვერ დადის ვერ ლაპარაკობს, მაგრამ ემოციურად ძალიან აქტიური, ანუ როცა ფხიზლად არის უფრო ნაკლებად მედიკამენტების ქვეშ. განსაკუთრებით როცა ესმის ჩვენი ხმა და მით უმეტეს ევას ხმა, ეგრევე უკვე იცინის. ეზობს თვალებით, ნუ გამოხატავს ემოციებს, თუმცა ამასაც არ ელოდებოდნენ ექიმები. ეს მეტყველების არ ქონა ინსულტის შემდეგ დარჩა, ხო? 3 ინსულტი ქონა ზედიზად საკმაოდ დიდი, რამაც დიდი ნაწილი ტვინის საკმაოდ დააზიანა. იქ ხა სპეციალური მასწავლებლები და ასე შემდეგ ყავს თუ? აბსოლუტურად ყველაფერი არის ეგ, სკოლაც არის, სკოლაში დადის. ყველანაირი თერაპევტები ყავთ, მუსიკის, ხატვის წიგნების კითხვა, ყველანაირი აქტივობები აქვთ, იდეალური გარემო არის, რასაც ქვია, მით უმეტეს მსგავსი დიაგნოზის ბავშვებისთვის. ყველაფერს უზრუნველყოფს სახელმწიფო, ხო? კი. ამ ქვეყნის ძალიან დიდი მადლობელი ვარ, ამ ქვეყანამ მესუამბ შვილები მაჩუქა. სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ აქ ჩამოხვედი ეს. აქ არ ჩამოსულიყავით, არც ერთი ბავშვი არ იქნებოდა ცოცხალი. არ იქნება გადაჭარბებული ნათქვამი ჩემი მხრიდან, რომ ეს არის გმირობა, როდესაც ორსულ ქალს ეუბნებია, რომ მისი ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ტყუპი, ნაყოფი არის მძიმე დიაგნოზით და აი ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღო, რომ გააჩინო და არ მოიშორო. აი ეს სიძლიერეს საკუთარ თავში როგორ იპოვე, რომ არა მე უნდა გავაჩინო ორივე ბავშვი. შენ ხომ იცოდი რა ხელა ასე ვთქვათ როგორი რთული ცხოვრება გეუდა წინ არც მიფიქრია საერთოდ არც დამიშვია ეს ფაქტი ახლა რაც თვითონ შემომთავაზეს კი მესმის რატომაც შემომთავაზეს იმიტომ რომ მეორე ბავშვი მაინც რომ არ ყოფილიყო რისკის ქვეშ მაგრამ მე ვთვლი რადგანაც ღმერთმა მოუწოდა ტყუპები ნიშნავს რომ უნდა მყავდეს ორივე თუ წასასვლელი იყო და თუ ისე უნდა განვითარებულიყო სიტუაცია, რომ არ უნდა გადარჩენილიყო, ახლა მე ამაში ხელს არ შევუწყობდი. და ამდენი ხანი ამ ყველაფრის შემყურე ზუსტად იმ სფეროში ამოვყავი თავი, სადაც ცხოვრებაში არ წამოვდგენა ჩემი თავი, ეს არის სამედიცინო სფეროში. აჰა. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი აღმოჩნდა სამედიცინოში. რა მიმართულებით? საკმაოდ დავინტერესდი. გადავწყვეტ და წავედი რადიოლოგიაში. ქართული პაციენტები თუ დადიან ხოლმე? საკმაოდ ბევრი, კი, ხშირად ხდებიან. როგორც ყოველდღე ხოლმე სახავს, რომ არ იყოს ჩემი პაციენტი, მაინც გავბივარ. პირველი სამუშაოები რა იყო შენი? აი, ჩამოხვედი, როგორ ირჩენდი თავიდან თავს, როგორ იშოვე სამსახური, ბინა და ასე შემდეგ. ურთულესია ამერიკაში ჩამოხვიდეს, ურადოცხო გარემოში, ორ ჩვილ ბავშვთან ერთად. დავიწყე მუშაობა სკოლაში, აქაც იგივე ინგლისურს ვასწავლებდი. ჩამოსულ ემიგრანტებს. შემდეგ გადავწყვეტე უკვე სწავლა, დავიწყე სწავლა და დღეს ამომწყობში. შენთვის რა არის პარაშუტით ფრენა? რას ნიშნავს შენთვის ის დაახლოებით გატარებული 10 წუთი ჰაერში, როდესაც ხარ გამოკიდებული? აი თავისუფლების 10 წუთი შეიძლება ვუწოდოთ, პრობლემებისგან გაქცევის 10 წუთი, თუ აი რისი 10 წუთია ის 10 წუთი, როდესაც ხარ გაშლილ იმაში, სივრცეში. აღნიშნე. ამ სპორტმა გადამარჩენა. იმ პერიოდში, როდესაც დავიწყე, მე ფრენა უკვე როცა გადავწყვეტე რომ უნდა ავიღო ლიცენზია და ვისწავლო. ეგ იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი ჩემ ცხოვრებაში, ასე ვეთქვი. როცა ცხოვრებაში არ მიფიქრია რომ შეიძლება ფსიქოლოგი მჭირდება უკვე, იმიტომ რომ მე თვითონ ვეღარ ვმკლავდები ამ ყველაფერს. ეს გამოცდილება რაც მომცა რა თანდ მე რამოდენიმეჯერ რაც გავაკეთე, მაგეთი მივხვდი რომ ეს იყო ადგილი, სადაც უშველედი საკუთარ თავს. აჰა.
და ნამდვილად არის. გზაში რომ მოდიოდა კი აღვნიშნე და სამწუხაროდ დღეს იმდენი ხალხი არ არის აქ რო ეს ყველაფერი გენახა შენ თვალით რომ მიხვდებოდი უფრო ეს არის ადგილი სადაც ნახავ ნამდვილად ბედნიერ ხალხს არავის რო არავის შეარშურს არ იცნობ აქ არ არის საჭირო რომ ერთმანეთს იცნობდა მაგრამ როგორც კი აქ შემოდიხარ პრობლემები რჩება უკან და ყველა ერთიანია ყველა ერთი მიზნისთვის არის ყველა მიცის რას გრძნობთ ყველა მიცის რამხელა ბედნიერება მოაქვს ამ ყველაფერს ჩვენთვის და კი ეგ გრძნობა როცა ხტები არ ვიცი როცა განმოხტები გრძნობ და მიხვდები იმიტომ რომ ამისი განმოცემა უბრალოდ ვერ ახსნე უბრალოდ როგორც რჩები მარტო საკუთარ თავთან ყველანაირი პრობლემა რჩება ცაში ცალკე და არის უსაზღვრო ბედნიერების მოზღვავება. ამ შემთხვევაში შენ უკვე 160 ჯერ გაეკეცი პრობლემებს და გამოეკიდე ჰაერში, კი ბატონო. ვოცნებობ ნამდვილად იმაზე, რომ ეს სფერო განვითარდეს საქართველოში, იმიტომ რომ საქართველო არის მიმაჩნია ერთ-ერთი ისეთი ქვეყანა, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს, რომ ეს სფერო განავითაროს. აი მოგვიყევი მეტი უფრო ამ სფეროზე, აი რატომ უნდა განვითარდეს საქართველოში ეს სფერო რა სიკეთის მომტანი შეიძლება იყოს ეს ქვეყნისთვის. Ну, პირველ რიგში ტურისტული თვალსაზრისით უდიდესი ფინანსური შემომტანი ექნებოდა ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ვიცი ამ სფეროში რამდენი ხალხი დადის, თქვათ, შვეიცარია ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ქვეყანა არის ხა ამისთვის და უამრავი ხალხი ჩადის მათ გადმოსახდომად. და რატო ერთადერთი მიზეზი არის ბუნება და საქართველოს მეტი ხედი ნამდვილად ვერ ვეტყვი რომ შვეიცარიას აქვს. როდესაც პარაშუტით ხტება ადამიანი, ხშირად როცა გამოუცდელია, თან ახლავს ხოლმე ადამიანი, პროფესიონალი პარაშუტისტი, ვისთან ერთადაც ხტება. ხშირად არის ხოლმე რომ ხელისკვრა არის საჭირო იმისთვის, რომ გიბიძგოს და თავისუფალი ვარდნით გადმოგაგდოს შენთვის თუ უკრიათ ხელი რეალურ ცხოვრებაში აი ისე რომ რასაც შეადარებდი აი ამ ხელისკვრას ვერტფრენიდან ქონიათ კი ყოფილა შემთხვევა ყოფილა იმედგაცრუება არ ვიცი ეგ რამდენად შეიძლება ჩათვალო ის როცა ხვდები და გრძნობ როცა შენს ახლობლებს რომლებიც ახლობელ ადამიანებს მიგაჩნდნენ რომლებისგანაც ელოდი ყველაზე მეტად რაღაც აშის დაკვრას არა, მაგრამ უბრალოდ იმას, რომ ოჩახ, რაღაცა შეძლია. ხო, და იმაგასაც რომ ვერ იღებ, საწყენია. კი, ჩვენთვის იგივე ასოციაცია არის მაგასთან. აბსოლუტურად გეთანხმები, ზოგჯერ ჯობია რომ ადამიანმა თუნდაც რაღაცაზე ცუდი შეფასება გითხრას, ვიდრე დუმილი ზოგჯერ არის. ხო, კი, ერთს ნიშნავს ხოლმე ეგ. რამე სახიფათო მომენტი ხომ არ ქონია, როცა მიხვდი რომ ინანე ის რომ გადმოხტი პარაშუტიდან და ჰაერში უკონტროლო რო გახდა შენი ფრენა. რამდენად უსაფრთხოა ზოგადად? საკმაოდ უსაფრთხო არის, მაგას ნამდვილად ვიტყვი. თუმცა რატომ აი რო არ გაიშალოს პარაშუტი ვინ არის? სათადარიგო პარაშუტი გაქვს. აჰა. პარაშუტი ყველა ვარიანტში გაიშლება, აი ძალიან იშვიათ შემთხვევაში ხდება, როცა არ იშლება, თუმცა მაგისთვის არის სათადარიგო, რომელიც 99.9%-ით იშლება ყოველთვის იდეალურად. და თუ ორივე არ გაიშალა, ესე იგი გიწერია. კი ბატონო. და ხო, შენი შემთხვევები თუ გქონია რამე ის? შემთხვევები მქონდა კი რამოდენიმე, განსაკუთრებით ერთ შემთხვევაში, როცა სტუდენტი ვიყავ, მაშინ ძალიან ცუდად დავკარგე კონტროლი ზურგზე, საშინლად ტრიალებდი, თუმცა მოვახერხე, გავშალე. მაგრამ ძალიან მალე მეხოვა თავბრუ ზოგადად. და ამდენ მზრიალში, როცა გაიშალა პარაშუტი და ისიც ძალიან ცუდად გაიშალა, მე უნდა გამესწორებინა ჩემით, რამის გონობა დავკარგე. ოი, ამ დროს ვინმე დამზღვევი არსებობს? არა, მაშინ მარტო უკვე შენ ხარ, შენ თხარ. ანუ ვინმე სხვა პარაშუტისტი რო წამოგეწიოს, ეგეთი რამე არ ხდება? სანამ პარაშუტს გაშლი, მანამდე რაღაც გარკვეულ სიმაღლემდე შეიძლება ვიღაცა შეგეშველოს, თუმცა კონკრეტულ სიმაღლეზე უკვე თავის გზაზე უნდა წავიდეს და უშუალოდ თავის ისიც არ ჩამოიჩეხოს შენ გამო. თავისუფლების ცნება არის ძალიან ისეთი ხო ფართე ვიღაცისთვის შეიძლება ფიზიკურად თავისუფლებაზე ყოფნა არის, თავისუფლება ვიღაცისთვის სულიერი და ასე შემდეგ. ვიღაც შეიძლება ციხეში გრძნობს თავს თავისუფლად, იმიტომ რომ იცის რომ მართალია, ვიღაც შეიძლება პარაშუტზე და ასე შემდეგ. აი შენთვის თავისუფლება რას ნიშნავს და სად არის თავისუფლება? რაშია თავისუფლება?
ალბათ უფრო მეტად ვფიქრობ საკუთარ თავშივე რომ იყო დარწმუნებული რომ არც არავის იმედად არ უნდა იყო, ვერც ვერავის იმედად რომ ვერ იქნები და უბრალოდ შეძლებ რომ 100%-ით იყო საკუთარ თავზე დამოკიდებული. შენი ცხოვრება ამერიკას უკავშირდება თუ ფიქრობ რომ დაბრუნდები როდისმე საქართველოში საცხოვრებლად? აი სა წარმოგიდგენია 10, 20, 30 წლის მერე თავი. თუ მოხდება სასწაული და ამ სფეროს საქართველოში განავითარებენ, ალბათ დავფიქრდები მე დაბრუნებაზე და ამ ეტაპზე ვინ უნდა განავითაროს, როგორ ფიქრობ? აი იქნებ შენ ჩასულიყავი და დააინტერესო. თუ ქონია ეს აზრი თავში. კი, ეგ გეგმაში სხვადასხვა მაქვს. ოღონდ ჯერ მე მინდა მე თვითონ მივიდე იმ პროფესიონალურ დონემდე, როცა შემეძლება კონკრეტული გეგმის მიტანა მათთვის და არა მხოლოდ იდეის. არა მარტო მე, ანუ არიან რამოდენიმე მეგობრები კიდევ ვინც ამ სფეროში, ვინების დაინტერესებულები არიან მაგით, იციან საქართველოს შესახებ, თან ისე დეტალურად ვანახე კუთხეები და საკმაოდ აქვთ ინტერესი. ხო და არ ვიცი, ნახოთ, გეგმაში არის და დიდი იმედი მაქვს, რა ვიცი, იმედი მაქვს რომ დავაინტერესო. მე მგონი დროა უკვე რომ ვიფრინოთ, ხო? ეხლა მე წელავ, მაგრამ სანამ კარგი ამინდია და შეიცვალა და წამოვიდა კლუბლები, ჯობია რომ მე მგონი მივიღოთ ეს გადაწყვეტილება ჩემთვის სარისკო. ვიწყებთ მეგობრებო, ესე იგი გამზადებას. ნიკა მოკლედ თუ ვერ დავეშვი ამ გადაცემისთვის იშოვე ნორმალური წამყვანი. შევიგრძნო ჩიტები რას გრძნობენ, როდესაც ისინი მაღალცაში არიან აჭრილები. მეგობრებო, გამოიწეროთ ჩვენი არხი აქვე, არ დაგავიწყეთ YouTube-ზე გამოვყრევით იმისთვის, რომ ნახოთ ამ გადაცემის სრული ვერსია. უნდა წავიდეთ მიკროფონს ჩაგაბარებ ნიკა და მოკლედ შევხვდებით და მოგიყვებით ემოციებს წავედით. Thank you. How ჩამოფრინდი მეგობრებო, ეს ესაა, ნინოც ცოტა ხანში ჩამოფრინდება. ნიკა ვერ მომიშორე თავიდან სამწუხაროდ. დაგიბრუნდი ისევ. მეგობრებო, არ ვიცი რა ვთქვა, ყველამ უნდა გამოცადოთ ეს შეგრძნება, აი რასაც ქვია ციდან თავისუფალი ვარდნა და იმედია რომ აი საქართველოშიც უფრო განვითარდება ეს მიმართულება. ნინოც დაფრინდა. როგორი იყო? ვერ აღწერ მაგ ემოციას რა იყო რა, უცნაური ეს უნდა გამოცადოს ადამიანმა რომ გაიგოს რა ემოცია იყო. უცნაური, ძალიან მაგარი, მაგრამ აი გამიმეორებ თუ არა არ ვიცი სხვათა შორის. გაიმეორებ. ნახოთ. აუცილებლად. შენ მე მგონი უკვე მობეზრებული გაქვს თუ აი ეს აღფრთოვანება გაქვს ყველგან მოფრენაზე თუ მოგბეზრდა და ისეთი დიდი ესეთი ადრენალინი აღარ აქვს შენს გადმოხტომას. გამორიცხული არის ემოციები, რომ როდესმე შემცირდეს. არასოდეს ერთი მეორეზე უკეთესია ყოველთვის. მე ძალიან მიხარია ყველა ვინც ხტება და იღებს ამ ემოციებს და ძალიან მინდა რომ ყველამ გამოცადოს მართლა. მე მაინც აღარ დაგვიძახებენ გიჟებს და გაიგებენ რატომაც ხო, ეს არ განზღავენ ხოლმე ამის გამო რომ აი ორი შვილი ყავს და თავს საფრთხეში რატო იგდებდა ეს. ძალიან, მაგრამ ყოველთვის ვამბობ იმას რომ ზუსტად ის მინდა ნახოს ჩემო შვილმა რომ
მიზნისკენ ყოველთვის უნდა წახვიდე, რომც გაშენოდეს, მაინც უნდა გააკეთო. მოკლედ გისურვებ წარმატებებს და რა ვიცი, ვისურვებ რომ საქართველოში ეს სპორტი აღორძინდეს. ეს არ არის უბრალოდ მხოლოდ სიამოვნება, ეს არის სერიოზული სპორტი, რომლითაც ათასობით ადამიანი არის მსოფლიოში დაკავებული, ხო ასეა? ნამდვილად, სამფერნი არიან და მართლა ვისურვებდი ამ სპორტის განვითარებას. ურმესი მადლობა კიდევ ერთხელ დაგემშვიდობები, მადლობა იმისთვის რომ დამითმე დრო და აბა შენიც. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა, იმედია ისიამოვნეთ ამ დროით, რაც გაგატარებინეთ, მე გემშვიდობებით ერთი კვირით არ დაგავეცათ რომ გამოყვეთ სოციალურ ქსელებში, მოგუწებნეთ სახელით უეჭველი ქართველია. გამოიწერეთ YouTube-ი, რადგან იქ შეგიძლიათ ნახოთ ამ გადაცემის სრული ვერსია. დროებით.